როდესაც ვსაუბრობთ ფილოსოფიის და ლიტერატურის ურთიერთმიმართების საკითხზე, როდესაც ვსაუბრობთ ფილოსოფიური თუ ლიტერატურული ტექსტების ურთიერთშედარების თუ შეპირისპირების პრობლემაზე, იმთავითვე იგულისხმება, რომ როგორც არაერთხელ ვახსენეთ, საქმე გვაქვს ინტერდისციპლინური კვლევის მეთოდთან, დარგთა შორის ერთგვარი ურთიერთობების დადგენის პრობლემასთან. მაგრამ აი ეს ორი სფერო, ეს ორი დარგი, ლიტერატურა და ფილოსოფია, რაც ამ მათ ურთიერთშეპირისპირებაზე მიდგება საქმე, თითქმის მაშინვე ჩნდება კიდევ მესამე სფეროს პრობლემა, მესამე ასპექტის, მესამე დარგის პრობლემა, რაზეც თავად ფილოსოფოსებს, მოყოლებული არისტოტელედან, ანტიკური ეპოქიდან, არაერთგზის გაუმახვილებიათ ყურადღება და ერთგვარი არა უბრალოდ მხოლოდ ლიტერატურის და ფილოსოფიის ურთიერთშეპირისპირებას აქვს ხოლმე ადგილი ასეთ შემთხვევაში, არამედ, როგორც ვთქვით, უკვე მესამე სფერო, მესამე დარგი ჩნდება და ეს გახლავთ ისტორიოგრაფია, ეს გახლავთ სწორედ ისტორიკოსის ნაწერი, მისი ნაშრომი, მისი ტექსტი და მისი მიდგომის და ხედვის წესი, მისი სტილი. ამის შესახებ ჯერ კიდე არისტოტელე ანტიკურ ეპოქაში, არისტოტელე თავის არაერთხელ ჩვენს მიერ არაერთხელ დასახელებულ და ხსენებულ ნაშრომში, პოეტიკაში და პოეტიკის მეცხრე თავში განსაკუთრებით ამახვილებს ყურადღებას, როდესაც ერთმანეთს უპირისპირებს სწორედ აი ამ სხვადასხვა ტიპის ტექსტებს და მისი აზრით განსხვავება ისტორიკოსსა და მწერალს შორის იმაში მდგომარეობს, რომ ისტორიკოსი იმის შესახებ მოგვითხრობს, რაც მოხდა, პოეტი კი იმის შესახებ, რაც შესაძლებელი იქნებოდა, რომ მომხდარიყო. ანუ პოეზიის მიზანს, საზოგადოს, ხოლო ისტორიისა კი ცალკეულის ასახვა წარმოადგენს. შესაბამისად, მისივე მტკიცებით, ანუ არისტოტელეს მტკიცებით, ამიტომაცაა პოეზია უფრო ფილოსოფიური და წონადი, ვიდრე ისტორიოგრაფია. ეს არის მისი მოსაზრება, ეს არის მისი პოზიცია და ეს მოსაზრება გახდა საუკუნეების მანძილზე განმსაზღვრელი ძალიან ბევრი ფილოსოფოსის, ძალიან ბევრი მოაზროვნისა თუ იგივე ძალიან ბევრი მწერლის და პოეტისათვის. და ამ შემთხვევაში სწორედ მის ამ შეხედულებას, მის ამ პოზიციას იზიარებს არტურ შოპენჰაუერი სრულად და სავსებით, რომლისთვისაც ხელოვნების მასალას იდეა, ხოლო მეცნიერების მასალას კი ცნება წარმოადგენს. ისტორია თვისობრივად განსხვავდება როგორც ხელოვნების, ისე ფილოსოფიისაგან, შესაბამისად კი კაცობრიობის არსის შემეცნებისათვის წერლობას მეტი სიკეთის მოტანა ძალუც, ვიდრე ისტორიას. ეს გახლავთ შოპენჰაუერის მოსაზრება, მისი პოზიცია, რომელიც მან თავის უმნიშვნელოვანეს ნაშრომში სამყარო როგორც ნება და წარმოსახვა, ტიბერიტას ვილეონტ ფორშტელო, სწორედ ამ უმთავრეს ნაშრომში ჩამოაყალიბა ასე ცხადად და ასე ლაკონური. ის ამ შემთხვევაში მთლიანად ეყრდნობა და იზიარებს სწორედ არისტოტელესეულ აი ამ პოზიციას. მაგრამ სწორედ ამგვარმა არისტოტელეს შემდეგ თქვათ იგივე კანტისთვისაც და ჰეგელისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ სხვადასხვა დარგების ურთიერთშედარება და
არა უბრალოდ მათი ურთიერთშედარება, არამედ რაც ყველაზე მნიშვნელოვანი და განსაზღვრელი ამ შემთხვევაში, ერთგვარად მათი ხარისხობრივი რანგირება, მათთვის რაღაცა გარკვეული საფეხურის დონის, ხარისხობრივი დონის განსაზღვრა და ამ საფეხურის, ასე ვთქვათ, სიმაღლის მინიჭება. იმიტომ რომ ეს უბრალოდ შედარება კი არ ხდება, არამედ, როგორც ვთქვით, სწორედ ხარისხობრივი, რომელიღაცა უფრო მაღალ საფეხურზეა, რომელიღაც დარგი უფრო დაბალ საფეხურზეა. აი ეს არის ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანი და განსაზღვრელი და ეს არის სწორედ ესთეტიკისთვის ესეთი მნიშვნელოვანი ასპექტის, ასე ვთქვათ, საფუძველმდებარე დებულება, რასაც ლათინურად certamen artium, ანუ ხელოვნების დარგთა შორის არის პაექრობა და გაჯიბრება ქვია. და ეს ერთგვარად დამახასიათებელია არისტოტელეს შემდეგ ძალიან ბევრი მოაზროვნის მსჯელობისათვის, მათი პოზიციისათვის. აი ეს აუცილებლად უნდა იქნეს გათვალისწინებული, როდესაც აი ამ სხვადასხვა სფეროებზე, ამ სხვადასხვა დარგებზე ვსაუბრობთ და განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც აი ამ სხვადასხვა დარგიდან და სფეროდან ვიღებთ სხვადასხვა ტექსტებს და ვცდილობთ მათ ურთიერთშეჯერებას, მათ ერთგვარად ურთიერთშედარებას. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და როგორც ვთქვით, ისტორიას, ფილოსოფიურ და ლიტერატურულ ტექსტებს მიემატა კიდევ მესამე სფეროს, მესამე დარგის ტექსტები, ეს გახლავთ სწორედ ისტორიოგრაფიული ტექსტები და როგორც ვხედავ, ფილოსოფოსები და ამ დრომდე ძირითადად სწორედ ფილოსოფოსთა მოსაზრებას ვეყრდნობოდით, ეს არისტოტელე იყო თუ შოპენჰაუერი, ერთმნიშვნელოვნად უსვამენ ხაზს, აი ამ ხარისხობრივი რანგირებისას, პოეზიის უპირატესობას და მას გაცილებით მაღალ საფეხურზე აყენებენ, ვიდრე ვთქვათ ისტორიოგრაფიულ ტექსტს. მაგრამ ერთი რამ არის ძალიან საინტერესო, როდესაც აი ამ ტექსტებზე ვსაუბრობთ და საერთოდ იმაზე თუ რამდენად დასაშვებია ამ სხვადასხვა სფეროს, ამ სხვადასხვა დარგის ტექსტის ურთიერთშედარება, მათი ურთიერთშეპირისპირება, რა არის ის საერთო და განსაზღვრელი, რომელიც ელემენტარულად ლეგიტიმურს ხდის აი ამ თავისთავად აი ამ ფაქტს, რომ შევადაროთ ეს ტექსტები, რამდენად შედარებითია ისინი. საქმე ის გახდა და ამ დრომდე სულ საუბრობდით ფილოსოფიურ პოეზიაზე თუ პოეტურ ფილოსოფიაზე, საუბრობდით იმის შესახებ, რომ პლატონიდან მოყოლებული, სწორედ ფეხსიკიდებს დამკვიდრდება ის სტილი მოაზროვნის, პოეტი მოაზროვნის თუ მოაზროვნე პოეტის აი ის სახე, სადაც მართლაც ძალიან ძნელი არის გამიჯნავი ხაზის გატარება, თუ სად იწყება პოეზია და სად მთავრდება ფილოსოფია და პირიქით. სად მთავრდება ფილოსოფია, სად იწყება პოეზია. ეს იმ ტიპის, იმ დაგვარი ტექსტები არის და იმიტომაც სწორედ აი ეს გადაძახილი, რატომ არის, რომ პლატონის ტექსტები განსაკუთრებით რომ აღარაფერი ვთქვათ მის გამოფაბulis აი ამ მარადიულ სიმბოლოზე და სახეზე. რაღაც ესეთ თანამდები არის თითქმის ყველა მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი, ძალიან მაღალი დონის ლიტერატურული ტექსტისთვის. და ეს არის ერთგვარად უწყვეტი პროცესი, რომელიც
ანტიკურობიდან მოყოლებული ვთქვათ, იგივე გნოსტიციზმისთვის აი ამ პერიოდის ამ ეპოქის ტექსტებში ძალიან დიდ როლს თამაშობს და ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს მერე უკვე შუა საუკუნეებში და ამის შესახებ დაწვრილებით აუცილებლად იქნება კიდევ საუბარი. შემდეგ უკვე ვთქვათ, იგივე შექსპირთან, რომ აღარაფერი ვთქვათ გოეთეზე, რომლის ფაუსტი როგორც ვთქვით, სწორედ ერთგვარ ენციკლოპედიას ამით არის, სწორედ აი ამ ტიპის ნაზრებისთვის პოეტურ ენციკლოპედიათ არის ერთგვარად ქცეული, ვიდრე მე-20 საუკუნე და ვიდრე თუნდაც სულ ბოლო პერიოდის, ვთქვათ, ისეთი მნიშვნელოვანი მწერლის, თურქი მწერლის შემოქმედებაში, როგორც ორხან პამუკი არის. მისი რომანი, ქვია წითელი, სწორედ ძალიან ძნელია, რომ არ დაინახო სწორედ აი ეს კვალი, რომელიც ანტიკურ პერიოდში იწყება, აი ჭეშმარიტ შუქს უკავშირდება, ჭეშმარიტი შუქის ძიებას უკავშირდება, შუქ ჩრდილისთან მარადიულ თამაშს უკავშირდება, აი სწორედ ეს გახლავთ ის უწყვეტი პროცესი, რომელიც ფაქტიურად არ სრულდება და რომელიც ერთგვარად უზრუნველყოფს აი ამ დიალოგის შეუწყვეტლობას ლიტერატურასა და ფილოსოფიას შორის. მაგრამ აქ ჩვენ სწორედ ისტორიკოსის ნაშრომებით, ისტორიოგრაფიული ნაშრომებით ვახსენეთ და ამ შემთხვევაში თუ კი საუბრობთ იმაზე, რომ რაღაცამ შეიძლება გაერთიანოს ეს სხვადასხვა დარგის, სხვადასხვა სფეროს ნაშრომები, ამ შემთხვევაში აუცილებლად ალბათ ხაზგასასმელი იქნება ის გარემოება, რომ უმთავრესი გახლავთ სწორედ აი ის ენის სიმდიდრე მეტაფორებით, თუ ხატოვანი გამონათქვამებით, სიმბოლოებით, რომელიც ასე თუ ისე დამახასიათებელია ყველა მნიშვნელოვანი ტექსტისთვის. და არა აქვს ამას მნიშვნელობა, ვთქვათ, ეს ლიტერატურული ტექსტია, ფილოსოფიური ტექსტია თუ ისტორიოგრაფიული ტექსტია. მაგალითად, ანალების სკოლის ისეთი თვალსაჩინო წარმომადგენლის, როგორიც მარკ ბლოკი იყო, ისტორიის აპოლოგია, სწორედ იმითი არის გამორჩეული და განსაკუთრებულ ადგილს სწორედ იმითი იკავებს, რომ საოცრად დატვირთულია, სავსეა აი მხატოვანი მეტაფორული გამონათქვამები და სწორედ ამ ტიპის ხერხებს უმატლის ესა თუ ის ტექსტი, განსაკუთრებით მეცნიერული ტექსტი, თავის სამარადისო სიცოცხლეს, იმიტომ რომ სწორედ ამ ტიპის ხერხის წყალობით ეს ტექსტი ხდება უკვდავი და კითხვმა ზუსტად იცის, თუ იცნობს ამ ტექსტს, თუ ვის ეკუთვნის, ვინ არის შემოქმედი, აი ამ მეტაფორას, ამ სიმბოლოს, როდესაც მარკ ბლოკი, ვთქვათ, იგივე ისტორიოგრაფს ლეგენდის კაც ჭამიას ადარებს, რომელიც ყოველთვის იქ არის, სადაც ადამიანის სუნის სცემს, ფაქტიურად ეს უკვე ის მეტაფორაა, ის სახეა, რომელიც ძნელად დაგავიწყებს ამ ტექსტს და არ მოგცემს ალბათ იმის საშუალებას, რომ აგერიოს ნებისმიერი სხვა ისტორიკოსის, ისტორიოგრაფის ტექსტთან. ან როდესაც შლეგელი, ალფრედ შლეგელი ისტორიკოს უწოდებს ზურგშექცეულ წინასწარმეტყველს, რგევანტერ პროფი, ესეც სწორედ ის მოსწრებული გამონათქვამია, რომელიც 1000 საუკუნეების მანძილზე, 10 წლეულების მანძილზე ერთგვარ ტრადიციას ქმნის და ტექსტიდან ტექსტში ციტატის სახით გადადის. და რა კი უკვე ციტირების საკითხთან მივედით, აუცილებელი ხდება გავითვალისწინოთ ერთი ისეთი მნიშვნელოვანი გარემოება, რასაც ქვია დედანის ორიგინალის ენა.